12 თებერვალი, სპორტის სასახლე, 19 საათი. არტ პალასი წარმოგიდგენთ პაატა ბურჭულაძეს 60. სცენაზეა მსოფლიო პრიმადონები: მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა, მაყვალა ქასრაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, თამა რივერი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, თეონა დვალი, იანო თამარი, მარიკა გულორდავა, ნანა მირიანი და ლიანა ისაკაძე. ორი ორკესტრი, ორი დირიჟორი, ჯანლუკა მარჩანო, ნიკოლოზ რაჭველი, წამყვანები დავითა ლადაშვილი და ალენ დელონი. პროექტის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. ხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და სოფლიოს ცნობილ ქართველ ბანს 60 წელი უსრულდება, რაც საქართველოში ბუნებრივია საზეიმოდ აღენიშნება. პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილეს ახლად დაარსებული სახელოვნებო, როგორ ქვია ზუსტად რო არ დავიწყე, ინდუსტრია არტ პალასი ძალიან გრანდიოზულად აღნიშნავს და ძალიან დიდი სახელები ყავთ მოწვეული. ერთ-ერთია ალენ დელონი, რომელიც ამ საღამოს წამყვანი იქნება. ამ დეტალებზე ახლა სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმრები არიან არტ პალასის გენერალური დირექტორი მაკა შავგულიძე, მსოფლიო სცენის ორი წამყვანი სოლისტი ნანა მირიანი და მარიკა გულორდავა და სამშენებლო კომპანია GDG-ს დამფუძნებელი ბეჟან წაკაძე, რომელიც ამ გრანდიოზულ შოუს ფინანსურად დაუდგა გვერდში. დილა მშვიდობის მოგესალმებით, ძალიან გიხარია რომ დილას ჩვენ ყველანი ერთად ვიწყებთ. არ გვიკვირს არავის რომ პაატა ბურჭულაძის საღამო მისი სასცენო თუ საქველმოქმედო საქმიანობის გამო აღინიშნება ასე გრანდიოზულად. ვისი იდეა იყო, როგორ გადაწყდა რომ ამ ფორმით უნდა ჩატარებულიყო ეს საღამო? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს იდეა არტ პალასის მხრიდან წამოვიდა. ჩვენი სურვილი იყო რომ ბატონი პაატასთვის გრანდიოზულად აგვეღნიშნა ეს საიუბილეო დღესასწაული. სწორედ ამ იდეის დამტკიცების შემდეგ ბატონმა პაატამ თავისი საიუბილეო კონცერტი გააუქმა ბერლინში და მთლიანად დაგვრთანხდა იმაზე, რომ საქართველოში აღნიშნული იყო მისი იუბილე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან წინააღმდეგი იყო გრანდიოზულად ამ იუბილის აღნიშვნის, ჩვენ მაინც დავითანხმეთ. გრანდიოზულობის გამო და იმის გამო, რომ ძალიან ბევრ მაყურებელს ქონოდა შესაძლებლობა ესეთი არაჩვეულებრივი ვარსკვლავური შემადგენლობის ღონისძიების დასწრების, ჩვენ ავირჩიეთ სპორტის სასახლე და დავგეგმეთ, ასე ვთქვათ, უპრეცედენტო, ძალიან საინტერესო და დიდი მასშტაბის ღონისძიება ყველა მიმართულებით, ასე ვთქვათ, 15-მდე ვარსკვლავს ექნება შესაძლებლობა 7000-მდე მაყურებლის წინაშე წარსდგეს. ესეთი მასშტაბი ჯერჯერობით საქართველოში არ ყოფილა და არ მისცემია ესეთი შესაძლებლობა როგორც მომღერლებს, ასევე მაყურებელს. ასევე გვაქვს ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობა პირველად საქართველოში წამყვანების თვალსაზრისით. როგორც უკვე იცით და მთელმა საქართველომ იცის, საღამოს წარუძღვება ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და მას პარტნიორობას გაუწევს ასევე ძალიან ნიჭიერი ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს და სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდის საქართველოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად საქართველოში ძალიან მაღალ ტექნიკურად არის აღჭურვილი ეს საღამო, სპეციალურად ამ საღამოსთვის იგება 600 კვადრატული ფართობის სცენა, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის შეიქმნა, ასევე ძალიან მაღალ დონეზე კეთდება გახმოვანება სპორტის სასახლის. მოგეხსენებათ, ყველას აქვს მოლოდინი, რომ სპორტის სასახლეში არის ძალიან ცუდი ხმა, ამიტომ ეს პრობლემაც ჩვენ გადავჭერით. კეთდება სპეციალური განათების სისტემა, ამიტომ მოვუწოდებ ყველა მაყურებელს, რომ იჩქარონ, რადგან ძალიან ცოტა ბილეთები არის დარჩენილი და ეს არის ისეთი მასშტაბის და ისეთი გრანდიოზულობის შოუ, რომ მათ ყველა აუცილებლად უნდა დაესწროს, რადგან ესეთი შანსი დამერწმუნეთ ყოველთვის არ გვაქვს და ფუფუნება არ გვაქვს. ძალიან თბილი დეტალია და ალბათ არც შეიძლება ყურადღების გამახვილება, მაგრამ კომუნიკაცია როგორ უნდა დამყარდეს ალენ დელონსა და მოსულ მაყურებელს შორის სინქრონულად გადაითარგმნება თუ თქვა სუბტიტრები იქნება წინასწარ მომზადებული. თუ რადგან ორი წამყვანი იქნება და ერთი თანაწამყვანი იქნება და ქართველი ისიც, რაღაც ერთობლივად მოხდება ამის პოლიტიკის გადაინაცვლება. ალენ დელონი ფრანგულად წაიყვანს საღამოს, თუმცა მისი წაკითხული ტექსტი იქნება ქართულად თარგმნილი მეორე წამყვანის მიერ. გამოვიცანი. ნანა, მარიკა, თქვენზე ძალიან ბევრი რამ გვსმენია საქართველოში, თქვენი წარმატებების შესახებ ბუნებრივია. ეს საქართველოში, მაგრამ საინტერესოა იქ უცხოეთში, თქვენი და ბატონი პაატას გზები რამდენად ხშირად იკვეთება, ერთობლივი კონცერტები რამდენად ხშირად ეწყობა? მე მქონდა ბედნიერება მაგალითად პაატასთან ერთად მიმეღო მონაწილეობა პარიზში, გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა იქაც, რა თქმა უნდა, რომელიც მიეძღვნა ჩვენს უწმინდეს პატრიარქს ილია მეორეს და მე და პაატამ შევასრულეთ ერთად პატრიარქის ნაწარმოები Agnus Dei. საზოგადოებრივ ჩვენ ერთხელ ქონდა მხოლოდ ამის
საშუალება რომ გვემღერა, მაგრამ საქართველოში პაატა ხშირად ატარებს იავნანას ფონდის აქციებს და მქონდა ბედნიერება, რომ ძალიან ბევრჯერ მიმეღო ამ აქციებში მონაწილეობა, რისთვისაც უდიდეს მადლობას მოვახსენებ პაატა ბურჯულაძეს. მოგესალმებით. სამწუხაროდ მე არ მქონია ეს შესაძლებლობა, ძირითადად უფრო თბილისში მიწევდა ბატონ პაატასთან თანამშრომლობა, რითიც ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ საზღვარგარეთ ასეთი შანსი ჯერ არ მაქცევთ. იქნება. რა თქმა უნდა. ბატონო ბეჟან, თქვენ უდგახართ ფინანსურად ამ საღამოს გვერდში. როგორ მოხდა თქვენთან თანამშრომლობა, როგორ მოხდა თქვენი ჩართვა ამ ღონისძიებაში? საამშენებლო კომპანია ჯიდაჯი ყოველთვის ცდილობდა და კვლავაც ეცდება ასეთი ღონისძიებების დაფინანსებას, რამე თუ ეს ეროვნული საქმე გვეჩნია ჩვენ, იმიტომ რომ პაატას მთელი ისტორია და მისი ბიოგრაფია, ეს ეროვნული საქმის კეთების ისტორია და ბიოგრაფია. ჩვენ რამოდენიმე თემებში მონაწილეობდით და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა იცით ბატონი პაატა და ძალიან ბევრ ძველ პროექტებში ერთად მონაწილეობდით და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვეტეთ რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ პროექტში და ამ პროექტის მთავარი დამფინანსებელი გაახლავართ და არა მარტო ამიტომ რომ ჩვენ მას ვიცნობდით და ურთიერთობა ჰქონდა, არამედ რომ პაატა ბურჯულაძე არის ეროვნული საქმის ერთ-ერთი მაკეთებელი კაცი და ის ეხმსახურება ხელოვნებასა და კულტურას და მშენებლები გარკვეულწილად ხელოვანი ხალხი ვართ, იმიტომ რომ არქიტექტურა და მშენებლობა ასევე ხელოვნებისა და კულტურის ნაწილია და ამიტომ გადავწყვეტეთ ყოველივე ამის გაკეთება. სულიერ დაეთანხმო. როგორც აღნიშნეთ, ალენდელონი იქნება ამ ბრწყინვალე საღამოს წამყვანი, მას ეყოლება ქართველი წამყვანი, ცნობილი პიანისტი დათუნა ალადაშვილი, თუმცა საუბარი იყო კლაუდია კარდინალეზე. იყო მართლაც მსგავსი მცდელობა, რომ ის კიდევ ერთი წამყვანი ყოფილიყო ამ საღამოსი. არა, ეს სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. ესეც სწორია. დადასტურად ჩვენ განვიხილავდით მხოლოდ ალენდელონის საქართველოში ჩამოყვანას და ასე ვთქვათ, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. თუ ნართული არ იქნება, რომ ჩამოთვალოთ, ვინ მიიღებს კონცერტში მონაწილეობას? რა თქმა უნდა, კონცერტში როგორც მოგახსენეთ, მონაწილეობას იღებს 15-მდე საოპერო მომღერალი, ესენი არიან ორი წარმომადგენელი აქ გვიზის, ეს ნანა მირიანი და მარიკა გულორდავა, ყავს ასევე თეო ნადვალი, ანიტა რაჭველიშვილი, იანო თამარი, მაყვალა ქასრაშვილი, თამარა ლიბეგაშვილი, უცხოელები ყავს მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მგონი ყველა თქვი და ასევე ყავს ლიანა ისაკაძე. ნინო სურგულაძე. თანამედროვე. საღამო ჩემია. ბრწყინვალე საღამო იქნება საოპერო მომღერლების და მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა არც ერთმა ქართველმა არ უნდა გამოტოვოს, რომ ყველა მომღერალს ერთად მოусმინოს, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი ქართველი ხშირად არ ჩამოდის საქართველოში და მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ისეთი აუდიტორიის წინაშე წარსდგენ. შემიძლია არ აღნიშნო, ანიტა მაგალითად ჩამოდის, მიუხედავად იმისა, რომ აიდას მღერის 15-ში ჩამოდის სპეციალურად 12-ში და ნამდვილ გმირობას ჩადის ნამდვილად. ჩემი აზრით ეს პროექტი იქნება არა მარტო გარკვეულწილად მადლიერების ზნობა გამახატული ბატონი პაატას მიმართ, არამედ იქნება ჩვენი კულტურისა და ხელოვნების წაგზავნა, მისი რეკლამირება მსოფლიო ასპარეზზე, იმიტომ რომ ისეთი ხალხი ჩამოთვალენ აქ, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი წამყვანი ფანები არიან და ცნობილი მსახიობი ალენდელონი. ამიტომ მე ეს კულტურის დღეებად მიმარჩია ქართული საქართველოსაც და მის რეკლამირებას. ყველა მონაწილეს, რადგან მოგეხსენებათ თითოეულ მათგანს წინასწარ რამოდენიმე თვით გაწერილი გრაფიკი აქვს და მათ შეძლეს რომ აი ეს 12 თარიღისთვის გამოთავისუფლებულიყვნენ და ყველას მოეცალა ბატონი პაატასთვის და მოგეხსენებათ ეს მართლა ძალიან იშვიათად ხდება და ალბათ არც არასდროს არ ხდება რომ აი ამდენ საოპერო ვარსკვლავს ცალია ერთ კონკრეტულ დღეს. ეს ალბათ ძალიან დიდი სურვილის და მონდომების წყალობით მოხდა ეს ყველაფერი. ოპერა და კლასიკური მუსიკა არ არის პოპულარული მიმართულება მაინც და მაინც, რომ თქვა ძალიან ბევრი მსმენელი ყავდეს, როგორც თქვა სხვა პოპ ჟანრებს. ხო,
და თან ეს საღამო იმართება სპორტის სასახლეში, რომელიც საკმაოდ ისეთ მრავალრიცხოვან აუდიტორიაზეა გათვლილი. ეხლა დღეის მონაცემებით კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენად დიდია დაინტერესება რიგითი ადამიანების მხრიდან, რომ მოვიდნენ და დაესწრონ ამ საღამოს? მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან პოპულარულია საოპერო მუსიკა და მით უმეტეს საქართველოს ძალიან გათამამებულია საოპერო ვარსკვლავებით. ამიტომ საზოგადოებაში ინტერესი და სწორი სეგმენტი მაყურებლის თვალსაზრისით მაინც საკმაოდ დიდია, თუმცა გარდა ამისა ჩვენ მაინც შევძელით, რომ მაყურებელი დაგვაინტერესებინა. ბილეთები საკმაოდ უკვე დიდი რაოდენობით არის გაყიდული და ძალიან მცირე რაოდენობა არის დარჩენილი, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ძალიან იჩქარონ, რადგან მხოლოდ 7 დღე დაგვრჩა კონცერტამდე და მივუთითებ, რომ მათ შეუძლიათ იყიდონ ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში და ასევე საიტზე ბილეთები G. გარდა ამისა აღნიშნავ, რომ ვთქვათ, თითოეული მომღერლისთვის ეს არის ძალიან დიდი სურვილი და ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ მათ ბატონ პაატას ესე მიულოცონ დაბადების დღე და ამისთვის კიდევ ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხატო თითოეულმა და მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვუხატო ჩვენს მხარდამჭერებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას და საკრებულოს და ასევე ჩვენს გენერალურ სპონსორს ბატონ ბეჟანს, რომელიც ფინანსურად უდგას გვერდში აღნიშნულ პროექტს. და ერთ უცნაურ კითხვას დავსვავ, ალბათ რიტორიკული კითხვა იქნება ეს, ვინ არის პაატა ბურჯულაძე და რითი აღიარა ის მსოფლიო? თქვენი აზრი ეს მოკლედ რომ თქვათ. ეცთ ძალიან ძნელია ეს ერთი სიტყვით ამის თქმა, ამიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ დიდი არტისტი, არა მარტო დიდი ხელოვანი, მომღერალი, მსახიობი, არამედ ეს არის ჩემთვის არის პირველ რიგში უდიდესი პიროვნება, უდიდესი ძალიან დიდი ბუნების მქონე ადამიანი და დიდარი, ნამდვილად ძალიან კეთილი და ამიტომ შეუძლებელია ეს ერთი წინადადებით ამის აღწერა. ვისაუბროთ ბუნებრივი აბსოლუტურად აგეთანხმებით ჩვენ. კონცერტი გაიმართება 12 თებერვალს. თუმცა კონცერტამდე 2 დღით ადრე ჩვენ იმედი კიდევ ერთხელ დავუთმოთ ამ კონცერტს დროს და უკვე იუბილეი პაატა ბურჯულაძე იქნება. არ ერთ ცნობილ სხვა ვარსკვლავთან ერთად იმედის შემსრულებლებთან ერთად იმედის დილაში, ამიტომ მე მგონი ხის ჩვენი განსაკუთრებით. ურმესი მადლობა რომ მოხვედით. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას უსურვებთ არტყალას. იმედის დილაში კი ახლა რეკლამის დროა. რამდენიმე წუთში ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ნუ გაიგეთ.